ღამე დამირეკეს გვიან და მითხესო უწმინდესი გეძახისო და დავბრუნდი უკან საპატრიარქოში, მარანში ბრძანდებოდა. მაშინ მარანი ახალი გაკეთებული იყო საპატრიარქოში, სადაც ყველა ქართული კომპანია ღვინოს წირავდა, რომ რაღაც ისეთი ეთნო რაღაც მარანი ყოფილიყო და სტუმრები იქ ჩაყავდა ხოლმე, ძალიან უხაროდა, რომ სტუმრებისთვის წარედგინა სხვადასხვა ქართული სხვადასხვა წარმოების ღვინო და იქ ბრძანდებოდა და მითხრა რომ იცი რა არისო, აი ირაკლიო ქადაგიშვილიო ხო იციო, ხო მეგობრობთ წლებია ირაკლისთან ერთად და ირაკლიო პოლიტიკაში გადავარდაო და შენ ახლა უნდა გადმოვარდეო. კეთო. და აი ჩემი ფონდის ხელმძღვანელად რომ დაინიშნო პრეზიდენტად ფონდისო, ასე ეძახდა და მე ვუთხარი მაშინ რომ თქვენ უწმენსო არ შეგარცხვენთ მეთქი. და ხელი მომადო ისე ძლიერად ლოყაზე, მითხრა მე ხო გიცნობო და ამას რაც მეუბნებიო და მეთქარი მე ავედით ავიდეთო მაღლაო და დაურეკა ოღონდ ეს არისო მისი მხოლოდ ეს ერთი გადაწყვეტილება ის ასევე ფიქრობდა რომ მე როგორც ფონდის ხელმძღვანელს შემოსავალი მატერიალური მქონოდა ნორმალური ისე რომ სხვა ბევრი რაღაც არ ყოფილიყო რაღაც ისეთი საფიქრალი და დაურეკა მამა გიორგი ზვიატაძეს პროტოპრესვიდეს, რომელიც ფონდის აღმასრულებელი მდივანი გახლავთ და მამა გიორგის ეკითხება თავად რომ მამა გიორგი აი ფონდის პრეზიდენტს ეხლა ვფიქრობ რომ ლაშა დაინიშნოსო და ხელფასი რამდენი აქვსო და მამა გიორგი მოთხა რომ 600 ლარი არის თქვენი უწმინდესობაო და არ შეიძლება რომ გავაორმაგოთო და ლაშა ორმაგი მიიღოსო თანხო კიგო თქვენი უწმინდესობა ფონდი თქვენი არისო და როგორც თქვენ გადაწყვეტ ისე გავაკეთო და ეს გაორმაგებული ხელფასი დამინიშა. საერთოდ უწმინდეს ფულისა არ ესმოდა რამე. საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა. აი მაგალითად აი რო ვთქვათ რომ საგნის ისეთი ფასეულობა მატერიალური თვალსაზრისით. შენობის ან ბინის ან რაღაცა როგორც წესი არა, იმიტომ რომ ყველაფერს სხვა კუთხით უფრო აფასებდა და რატომ გეტყვით 94 წელია მანამდე უკვე გაშვებული ვიყავდით ისრაელში, იერუსალიმში და 94 წელს ხვდები და არა 95 წელი იყო მნიშვნელობა აქვს 94-ში აღარ გამიშვა და მე 95-ში კურთხევა მომცა მიტროპოლიტ დანიელთან ერთად დანიელს წავყოლოდი წმინდა მიწაზე რომელიც გაუშვა იქ მოსალოცად აფხაზეთის მთავრობასთან ერთად და რო ჩამოვედით მეუბნება ასეთ რამეს რომ აიო მე მშობლებიდან მე და ჩემ დაძმას რომ მშობლებიდან დაგვრჩავო ერთოთახიანი ბინა ავჭალაშიო და მე ვფიქრობ რომ ჩემი დაძმანიო თანახმანი არიან რომ ეკლესიაში შევწიროთო ეს ბინაო და ვფიქრობ რომ ჩვენო ვინმესო შევთავაზოთო ისრაელში ერთოთახიანი ბინაო და იმათმა იერუსალიმში რომ მოქცენ ერთოთახიანი ბინაო ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მისთვის ახსნა რომ ავჭალაში ერთოთახიანი ბინა თან 95 წელს ხაზის უთვა მამას სპეციალურად აღმოჩნდა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ როგორი დაცემული არის საქართველოში და თბილისშიც მათ შორის უძრავი ქონების ღირებულება თითქმის არაფერი არის და იქ ამ დროს სრულიად მუდამ მზარდი იერუსალიმში მე ვთქვი თქვენ უწმენსო შეუძლებელია მეთქი და შენ ცადეო და თუ არ გამოვა მე გავაკეთო და მართლა დავიწყე მოძიება ბინების რა თქმა უნდა გაცვლა არ გამოვიდა მაგრამ აი ეს მისი მცდელობა დაგვირგვინდა იმით რომ დღეს 3 უძრავი ქონება აქვს საქართველოს წმინდა მიწაზე ამდენი მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ საქართველოს უკვე თავისი ფეხის მოსაკიდებელი ადგილი შეიძინა და ეს მისი დამსახურება არის